ჩინელი აგენტები ცდილობენ რუსი პილოტების, ავიაციის ინჟინრებისა და ექსპერტების გადაბირებას ტექნიკური ინფორმაციის მოსაპოვებლად. 2021-დან 23 წლამდე პერიოდში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გამოავლინეს 4 ახალი ჯაშუშური საქმე. თითოეული დაკავშირებული იყო უახლესი აეროკოსმოსური და ლაზერული ტექნოლოგიების გაჟონვასთან ჩინეთის მიმართულებით. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა დიმიტრი კოლკერის, გამოჩენილი რუსი ფიზიკოსის შემთხვევა, რომელიც კვანტური ოპტიკის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ჩინეთისათვის კლასიფიცირებული კვლევის გადაცემის ბრალდებით 2022 წელს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ის მძიმე ონკოლოგიური პაციენტი იყო, პირდაპირ საავადმყოფოდან აიყვანეს და დაკავებიდან 2 დღეში გარდაიცვალა, თუმცა ბოლო წუთამდე ამტკიცებდა უდანაშაულობას. კიდევ ერთი შემთხვევაა ალექსანდრ ლუკანინი, ფიზიკოსი, რომელიც ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ციმბირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში მაღალი ძაბვის წყაროებსა და ელექტრომაგნიტულ სისტემებზე მუშაობდა. ის 2022 წლის ოქტომბერში დამნაშავეცნეს სახელმწიფო ღალატში და 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ასევე აღსანიშნავია 81 წლის ცნობილი მეცნიერის ვალერი მიტკოს საქმე, რომელიც ერთ დროს პეტერბურგში არსებულ არქტიკულ აკადემიას ხელმძღვანელობდა და 2022 წელს ჯაშუშობაში ბრალდებული საკუთარ სახლში სასამართლომდე გარდაიცვალა. პუტინის გზავნილი ნათელია, სახელმწიფო ღალატი უმკაცრესად დაიშჭება. მოსკოვისათვის ცხადია, რომ როგორც კი სისუსტეს აჩვენებს, ამას მაშინვე სათავისოდ გამოიყენებს პეკინი. როგორც ეს მე-19 საუკუნეში რუსეთმა გაუკეთა დაუსაბუთებელი ხელშეკრულებებით ჩინეთის ტერიტორიების დასაკუთრებით. ამიტომ გამოჟონილი დოკუმენტის მიხედვით FSB-მ გასცა ბრძანება WeChat-დან, რომელიც ჩინური მესენჯერია ინფორმაციის განუწყვეტელი დაგროვების შესახებ. ეს მოიცავდა ჯაშუშობის სამიზნე პირების ტელეფონების გატეხვას და მონაცემების ანალიზს სპეციალური პროგრამული ინსტრუმენტით, რომელიც FSB-ს ერთ-ერთ ქვედანაყოფს ეკუთვნის.